ეს არის თანამედროვე ქართული მინა, ძირითადი ტენდენციები, ძირითადად ბოლო ნაწილი განსაკუთრებულ ნაწილი საინფორმაციო ხასიათის იქნება. დავიწყეთ წაკითხვას. მინის ხელოვნება ერთ-ერთი უძველესი მიმართულებაა ტექნოლოგიურ გამოყენებით ხელოვნებაში, რომელსაც საუკუნეების მანძილზე არაერთი ცვლილება განიცადა და მრავალფეროვანი გამომსახველო კითხვი, პლასტიკური თუ ტექნიკურ-ტექნოლოგიური შესაძლებლობებით თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. დღეს მინა ის მედიუმია, რომელიც ნახვას ფორმების, ფაქტურისა და ფერების თუ განათების საშუალებით ახალ შინაარსთან შთაბეჭდილებას თავაზობს ნახვას. ქართული მინის ხელოვნება ისტორიულად ქართული ტრადიციების მატარებელია, თუმცა მისი თანამედროვე განვითარება დიდწილად დაკავშირებულია ახალი ხატურ-ფუნქციური შინაარსისა და მასალის დამუშავების ახალგაზრდული ტექნოლოგიების შემუშავებასთან. ტექნოლოგიურ მაცვლილებებმა გავლენა მოახდინა როგორც მასალის დამუშავების ტექნიკაზე, ასევე ახალი ფორმებსა და სტილის ძიებაზე, რაც აერთიანებს ტრადიციულ და თანამედროვე მიკრობებს. ქართული თანამედროვე ხატული მინის მიმართულებით ჩამოყალიბება და განვითარება დაკავშირებულია თბილისის სამხატვრო აკადემიასთან, რომელიც აქტიურად უწყობდა ხელს გამოყენებით ხელოვნების დარგების განვითარებას და ზოგადად დეკორატიული ხელოვნების საზოგადოებრივი მნიშვნელობის გადადას და გააზრებას. აკადემიაში მინის მიმართულება 60-იანი წლების დასაწყისიდან ჩამოყალიბდა, სადაც საფუძველი ჩაატარა მხატვრული მინის როგორც ხელოვნების დარგის ახალ აღქმას, მისი როლის წარმოჩენას ქართულ კულტურასა და სახვით ხელოვნებასთან კავშირში. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესების პარალელურად ამ წლებში დაიწყო ქართული მინის ისტორიის შესახებ სტატიების და მონოგრაფიების მომზადება, რამდენიმე ნაშრომი ამ დროს მომზადდა არქეოლოგიურ მასალაზე დაყრდნობით, რაც ასევე ხელი შეუწყო დარგის პოპულარიზაციას. თბილისის სამხატვრო აკადემიაში მხატვრული მინის განყოფილება თავდაპირველად პლასტმასის ფარფორი დამუშავების განყოფილებასთან ერთად არსებობდა 1964 წლიდან ის დაექვემდებარა კერამიკის კათედრას, რომელსაც შემდგომში კერამიკისა და მინის კათედრა უწოდებოდა. სტუდენტთა პრაქტიკული მეცადინეობის გასაადვილებლად 1971 წელს აკადემიაში მოეწყო მცირე მასშტაბის მინის დამუშავების სახელოსნო. აღნიშნულმა სახელოსნომ, სადაც მცირე ზომის მინის სახარში გუბენის არსებობდა, გარკვეულწილად შეუწყო ხელი დეკორატიული გამოყენებითი ფორმების ამსახურების განვითარებას. თუმცა ესეთი მიმართულებისთვის, რომელიც მრავალგამარხულ ტექნიკურ ბაზას მოჰყავდა, ეს საკმარისი ვერ იქნებოდა. შესაბამისად, სამხატვრო აკადემიაში სწავლის პროცესი ძირითადად თეორიული მიმართულებით მიმდინარეობდა. მინის მხატვარი ალექსანდრე მიქაძე, რომელიც აკადემიაში 1970-იანი წლების დასაწყისში სწავლობდა, იხსენებს. როცა პირველად ნახეთ მინის ამბობება, თითქოს შეუძლებელი რა ხდებოდა. მინის ხელოვნების შესასწავლად აკადემიაში მუშაობდა მინის კუმელი. სტუდენტები თაბაშირის დამზადებულ ფორმებში ჩვენს პირველ საპულსო ნამუშევრებს ქმნილით. თუმცა ამ ტექნოლოგიაში გამოცდილება არ ჰყავდა მინის ამომღერები და ამიტომ სპეციალისტები უკრაინიდან ჩამოიყვანეს. ჩვენს ესკიზებს თავად ვამზადებთ, მაგრამ ამობება ხელოსნებს ევადებდა გადანის მხატვრის საქმე არ იყო. ეს პროცესი სტუდენტებისთვის პირველად წარმოადგენდა შესაძლებლობას მინას საკუთარი თვალით ენახათ. მინის ტექნოლოგიური თვისებების გაცნობა ათვისება ნამუშევრების მასალაში მახორციელება მხატვრებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ ოფიციალში დაკავშირების ფორმებში მინის წარმოების ცნობილ ფარგლებში უხდებოდა. აქედან გამომდინარე, ნაკეთობების უმრავლესობა, მათ შორის საკურსო და სადოქტორო ნამუშევრები ძირითადად იგზავნება. შემოქმედებითი პრაქტიკები ფაქტობრივად მასალის ტექნოლოგიისა და მხატვრული პრინციპების ათვისების საშუალებას იძლეოდა. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, მინის განვითარებისთვის და არსებით მნიშვნელობა ჰქონდა ადგილობრივ წარმოებას, სადაც მხატვრები მინის მასალით მუშაობა შეძლებდნენ. გარკვეული როლი ამ ხარისხის ქუთაისის მინის ტარის ქარხანამ, ავჭალის მინის კომბინატმა და საშემასალათა კომბინატმა შეასრულეს, თუმცა ეს შესაძლებლობა ძალიან მინიმალური იყო. როგორც აღვნიშნეთ, შემდეგი აკადემიის შექმნითი დაცვა
ხალხური მოდერაცია და სწორედ ქუთაისში შესრულებული საკითხი ნამუშევარია ეკრანზე. როგორც აღნიშნეთ, საწყის ეტაპზე მინის ნამუშევრის უმეტესობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სრულდებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკის მინის ქარხნებში. ახალგაზრდა მხატვრებისთვის ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი გავლენის მატარებელი იყო და ნათლად აისახა კიდეც 70-იანი წლების მინის ნამუშევრებში. ამ დროისათვის შექმნილი ნამუშევრები ძირითადად მხატვრული და ტექნოლოგიური ექსპერიმენტების ნიმუშებს წარმოადგენდა, რაც ქართულ მხატვრულ მინაში ახალი ფორმებისა და სტილისტური მიდგომების ჩამოყალიბებასაც უწყობდა ხელს. აღსანიშნავია, რომ მინის ნაწარმი იმთავრებდა იქნებოდა არა მხოლოდ პრაქტიკული მიზნებისთვის, არამედ დეკორატიული დანიშნულებითაც ძიებები დაეწყო ვიტრაჟული ხელოვნების განხრით, რაც თავისთავად ახალ მსახიობზე აყენებდა ამ მიმართულებას. ციტატა მეოცე საუკუნის მინის ისტორიაში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი და ახალი მომენტი იყო ის, რომ მინას პროფესიონალი მხატვარის შემოქმედებით დაუკავშირეს და დაიწყო საავტორო მინის ეპოქა, რომელიც გამოირჩეოდა შემოქმედებითი ინდივიდუალურობით, კონკრეტულ სახელებთან დაკავშირებული მხატვრული მიღწევებითა და ტექნიკური აღმოჩენებით. აღნიშნულ საუკუნეში შემოქმედებითმა ექსპერიმენტებმა მინის მასალის თვისებების შეცვალა და ბევრად გააფართოვა ტრადიციული შეხედულებები, რითაც თანამედროვე ხელოვნების განვითარების ტენდენციებს მან სრულად უპასუხა. მართალია, ჩვენ ქვეყნის მინის ხელოვნება შედარებით გვიან ჩაერთო აღნიშნულ პროცესებში, თუმცა მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ის არ დარჩენდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისგან განსაკუთრებული. სათანადო მასშტაბების მიღწევაში ადრეული წლებიდანვე, ფარმერული ჩამოყალიბების წლებიდანვე, მასწავლებლში და ეს გარემოება, როგორც უკვე აღნიშნეთ, რომ საქართველოს თითქმის არ არსებობდა მინის დამამზადებელი ძრავი ტექნიკური ბაზა, საწარმოები, საჭირო მეთოდები და ასე შემდეგ. თუმცა აღსანიშნავია, რომ თავისუფალი შემოქმედების ფორმა ქმნის ესთეტიკური კონცეფციის ვალებადობის შესაძლებლობებს, რაც ვერ მოხდება წარმოების პირობებში. მაგრამ სხვა მხრივ ეს უკავშირდება გარკვეულ ცირკულებს და მატერიალურ რისკებს, მასალების უზრუნველყოფისათვის ტექნიკური საშუალებების შეზღუდვას, მინის ნამუშევრების ცხელი მეთოდების გამოყენების შეუძლებლობას, შესრულებელი ოსტატების ნაკლებობას. ეს გადამოღები გავლენას ახდენენ ხელოვნების საქმიანობას და გარკვეულწილად ზღუდავენ მის პოტენციურ შესაძლებლობებსაც. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ძრავი ტექნიკური ბაზის უქონლობამ გარკვეული თვალსაზრისით ქართული მინის სტილი მისი თავისებური მხატვრული სახის შექმნა. 60-იანი წლებიდან მოყოლებული მაგ განვითარების საკუთარი გზა განვლო, რომელიც როგორც უკვე აღნიშნეთ, ადრეულ ეტაპზე განისაზღვრა მინის წარმოების ცენტრებთან კავშირით, ხოლო მომდევნო წლებში ძირითადად ადგილობრივი სამუშაო პირობებით, რაც აისახა ავტორების შემოქმედების სტილზე. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული მინის ხელოვნებაში დაიწყო ახალი ეტაპი, რომელსაც მოყალიბებს გამოწვევები, ასევე ახალი შესაძლებლობები. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის კიდევ უფრო შემცირება, განსაკუთრებით რთული განხდა წარმოების განვითარება შეაშუნება, მაგრამ ინდივიდუალური ხელოვნების ინიციატივებმა ხელი შეუწყო ექსპერიმენტული ტექნიკების დანერგვას. ხელოვანებმა აქტიურად გამოიყენეს სხვადასხვა შესაძლებლობები, მოიძიეს ადგილობრივი რესურსები და შედეგად მასალის დამუშავების ბევრი ინდივიდუალური ხერხი შეიმუშავეს. ფორმასა და ტექნიკასთან დაკავშირებულმა ექსპერიმენტებმა ახალ ჟანრებსა და სახეობებს მისცა დასაბამი. ხელოვანება გახსნეს ახალი ხდება მასალის ფაქტური შესაძლებლობების მიმართ, გაამდიდრეს ის ავტორისეული ხერხები. განსაკუთრებით გამოსახულობითი ძიებების პარალელურად მინის ხელოვნებაში მთავარ პრობლემად ფორმატიკადობის ერთ-ერთი წამყვანი კატეგორია სივრცულობა გამოიკვეთა. მინის ხელოვნება მხატვრულ ვიზუალური სახის შექმნაზე ორიენტირდა. ყოფილი დანიშნულების ნიმფები და მთლიანი აქცენტები საგანზომილებიანი ობიექტის შექმნაზე გადავიდა და მხატვართა შემოქმედებაში წამყვანი დეკორატიული პლასტიკა გახდა. გამძაფრდა კავშირები სახვითი ხელოვნების დარგებთან, რაც მინის ნამუშევრებში ქანდაკების, ფერწერისა და გრაფიკის მხატვრული ენის გამოყენების მატებით გამოიხატა. რამდენიმე ნამუშევარი, ეს არის ჟუჟუნა რუსია, დეკორატიული დარგი, ესეთი მოხატული. 80 წელს შესრულებული, ესეც პირველი ნამუშევარი, ფერწერული ტექნიკით მოხატული ლაპნაკები, დარგეჭიაშვილი ავტორი 80 წლები გელაციის სიკვია კონკრეტ. ეს არის ბიზნეს ტიჩინავას თეთრი აფრები, ასე
ფორმის შედეგი კომპოზიცია 87 წელი ცისხანა მჭედრიძე, დედამიწა, ფერადინე 91 წელს შესრულებული და ნამათაროლავას აღმოწერეთ ფორმის მასალაში შესრულებული 80-იანი წლების დეკორატიული ფორმა. ამ სხვა ამ პერიოდის ნამუშევრებმა საზოგადოებაში ერთგვარად აამაღლა წარმოდგენა მასალის ესთეტიკურ მნიშვნელობაზე, გაამდიდრა მისი ვიზუალური აღქმის კულტურა. 80-იანი წლებიდან ტექნიკური მიგნებების ფაქტორმა იმდენად დიდი მნიშვნელობა შეიძინა, რომ მასალის დამუშავების მეთოდები ორიგინალური მხატვრული სახის შექმნის პრიორიტეტად იქცა. იგი მხატვრის შემოქმედებითი ინდივიდუალობის მისი ხელწერის მთავარი განსაზღვრელი გახდა. მინის ესთეტიკური ბუნების გასახსნელად და გასაგებად შეიძლება ითქვას, რომ თითოეულმა ხელოვანმა საკუთარი კონცეფცია შემოიტანა. თუმცა პარალელურად გამოიყენა რამდენიმე ოსტატიც, რომლის ტექნოლოგიურ მიღებებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული მინის ხელოვნების განვითარებაში. ამ თვალსაზრისით გამორჩეულია მხატვარ-ბიზნეს სიჭინავას მოღვაწეობა მათ მასალის მხატვრულად დამუშავების არაერთი ტექნოლოგიური ხერხი შეიმუშავა, რომელიც მინის წარმოებაში წამყვან მეთოდად იქცა. ამ ხელოვანის საქმეთანაა დაკავშირებული მინის ზედაპირის მოხატვა სპეციალური შემადგენლობის პასკი, რომელსაც შემდგომ ქვიშის შემთხვევის ტექნოლოგიით ამუშავებდა. მისი კიდევ ერთი მეთოდია, რომ გამჟვირვალე მინის შორის ერთი და იმავე გაფართოების მქონე ფერადი მინის მოთავსება, რომელიც დაახლოებით 80 გრადუსზე გამოწვის შემდეგ იანდება და ერთიან მხატვრულ ზედაპირს ქმნის. Ramshul ტექნოლოგიით ფერად მინასთან ერთად ან მის ნაცვლად გამოსახულების შესაქმნელად შეიძლება მავთულისა სხვა მასალების გამოყენება მსგავსი ტიპის ნამუშევრებს განსაკუთრებული ფერწერილობა გამოარჩევს. კიდევ ერთი მხატვარი მინდა ვაშვენო, ეს არის ალესანდრე მიკაძე, რომლის შემოქმედებასაც ორიგინალური ტიპი აქვს. მხატვარი ტექნიკური თვალსაზრისით საინტერესო ექსპერიმენტებს მიმართავს. მან მინაზე მუშაობის არაერთი მეთოდი დაამკვიდრა. მხატვარი ხშირად მიმართავს რენესანს სხვა მასალების სინთეზს და მასთან ურთიერთშეხამებას. სასადრია მინა ლითონი, ჟარები, ნახევრადწვიფასი და სანაპირო და რეჟისორი და ასე შემდეგ. ალესანდრე მიკაძემ ასევე ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ტიფანის ტექნიკის გამოყენება, რამაც ქართულ მინას 1990-იან წლებში ფორმისეულ თუ მხატვრული შესაძლებლობების ახალი პერსპექტივა გაუხსნა. ეს ტექნიკის შემოტანა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფაქტობრივად მომდევნო პერიოდის ნამუშევრები ძლიერ აი ამ ტექნიკით შეიქმნა და მომციტატას მომწანს ამ მხატვრის უნათხრობიდან. მუშაობის პროცესში სიტყვიობა ყოველთვის განსხვავდება. ერთმა მეგობარმა ეს მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ჩვენთან არ ხდებოდა ცხელი მეთოდი დამუშავება, მამულების საშუალება მინის არ იყო და ფაქტობრივად მრგვალი ფორმის შექმნა შეუძლებელი იყო. ერთმა მეგობარმა მითხრა, რომ საკონდისო მაღაზიაში ნამტექს ხედავდა, რომლებიც მრგვალი ფორმის იყო და მინით გაკეთებული. წამოყანა მან ჩვენასა, რომ სადავი ნახევრის რომ პატარა დეტალების ხარჯზე ფორმა მართლაც არაჩვეულებრივი ხარისხით იყო შესრულებული. გავიგე, რომ ეს სანადები თბილისში გერმანელმა სპეციალისტმა შექმნა. გავიკითხე მომზადდეს საკმაოდ რთულ პირობებში ცხოვრობდა და ერთ-ერთ სარდაფში მუშაობდა. წამოუყარე შექმნა ბაში მუზუბიძის ქუჩაზე სათავსო ჰქონდა და იქ გადმოვიყვანე. მან მასწავლა ტიფანის ტექნოლოგია. აღმოაჩინა, რომ ეს ტექნოლოგია ის იყო, რაც მჭირდებოდა. მანამდე, როცა მოცულობაზე მუშაობდი, ჯერ ფორმას ვაკეთებდი, რაც მინდოდა, მერე ვაწყობდი მინას და ზემოთი ვაკავშირებდი. რაც რთული და არამყარი იყო და სამწუხაროდ ყველა 80-იანი წლების და 90-იან წლებში შესრულებული ნამუშევარი, როგორც თვითონ თქვა, გაუნარგულა და დაიშალა. მანამდე, როცა და ამ დროს აღმოვაჩინა, რომ ტექნოლოგია არსებობდა და მე ვიგონებდი ველოსიპედს. მისი დახმარებით დავიწყეთ თავისუფალი ფორმის ნამუშევრების შექმნა, ხოლო მოგვიანებით მინა სხვა მასალასთან, ქვასთან და მეტალთან შევაერთდა. მე-20 საუკუნის ბოლო 10 წლებში, ისე როგორც 21 საუკუნის დასაწყისის ორივე წლებში, სკულპტურულ-პლასტიკური პრინციპები და ინტერპრეტაციები თავად მიმართულებად
რჩება მინის ხელოვნებაში. ამ თვალსაზრისით ბევრი საინტერესო ნამუშევარია არის ბიზნესის შინაარსის გოგონას პორტრეტები, დოვრიზის ჯგუფური პორტრეტის კომპოზიციები, პინტორები და განსაკუთრებით საინტერესო არის თამარ გრიგორიას ტორსები. და არქიტექტურის ინტერიერთან სინთეზში გაჩნდა მოძღვრებითი სივრცის ფორმების ახალი სახეობები, მათ შორის ჭამისა და სანათების ტრადიციული ფორმები, სამსახურებიანი პლასტიკური ობიექტები შეიცვალა. ამ ტიპის ნამუშევრებს გვირაბად დათმობილი ალექსანდრე კაკაბაძის, აზო მიქაძისა და სხვათა შემოქმედებაში შექმნილი ნამუშევრები გამოშვებულია მაღალი ემოციური ჟღერადობითა და ასოციაციურ საკვეთის შეგრძნებებით. ესეც ესეა. მინამ საქართველოში თანამედროვე არქიტექტურაშიც პოვა გამოყენება და 60-იანი წლებიდან ვიტრაჟული მხატვრობის არაერთი ნიმუში განხორციელდა. ეხლა ბოლო წლებში რაც საინტერესოა, ბოლო წლებში მონუმენტური ხასიათის ნამუშევრებთან ერთად ქართულ ხელოვნებაში, ხელოვანთა შემოქმედებაში საშუალო და ეგრეთ წოდებული მინიატურული ვიტრაჟის სახეობა დამკვიდრდა. ამ თვალსაზრისით ალექსანდრე მიქაძის ნამუშევრებს მოვიყვან რამდენიმე ნიმუშს, რომელმაც ვიტრაჟული ხელოვნების საკუთარი სახეობა შექმნა. ესაა ორმაგ მინიატ პაკეტში განთავსებული სხვადასხვა ზომის დეკორატიული კომპოზიციები, გამოსახულებული ფერწერისა და წინასწარ დამუშავებული ლის დეტალების, ქვების, ლითონის, მავთულისა და სხვა მასალების მხატვრული კოორდინაციითაა მიღებული, კომპოზიციების სხვადასხვა ფაქტურის კონტრასტია აგებული და მოულოდნელი შეხედულებით დიდი მხატვრულ ერთებს ქმნის და აქ თვითონ საკუთარი მხატვრულ ესთეტიკური ღირებულება გამოარჩევს. მათი ურთიერთშერჩერება ერთიანი მხატვრული სახისა და შინაარსის შექმნას ემსახურება. ესეთი პეიზაჟებია და ასე ის შემოქმედებაში აყვავილი აქვს რელიგიურ თემატიკას, რომელიც ირაკლი ხარჯიანის სახარების სიუჟეტიდან იღებს ინტერპრეტაციას. ასევე ვიტრაჟთან დაკავშირებით საინტერესო არის ალექსანდრე კაკაბაძის ბოლო წლებში განხორციელებული კედლის ვიტრაჟები, რომელიც ფაქტობრივად კედელზე დამაგრებული და ხელოვნური განათებით ნათდება. ეს არის სივრცობრივი პრინციპის გამოყენებით შექმნილი მინისტრიებით აწყობილი აბსტრაქტული გეომეტრიული ხასიათის კომპოზიციები, რომლებიც სხვადასხვა ფერის ხელოვნური განათებით შუქდება. აქ ავტორი ითვალისწინებს მინის მასალის მხატვრულ ოპტიკურ თვისებებს, ფერადი ხელოვნური განათების შემოტანითის ცდილობს ახალი მხატვრული ამოცანის გადაჭრას და ეძებს გამჭვირვალე მასალის სასურველი ფერადოვნების მიღწევის ახლებურ ხერხებს, ანუ თეატრებისგან არის აწყობილი. ამ საინტერესო ტექნიკური მიღებით იგი განსაკუთრებულ დეკორატიულ გამოსახულებით ერთ აღწერს და აღნიშნულ ნამუშევრებმა სიამოვნე შესძინა ამ დარგს. 2000 წლიდან დღემდე მინის მხატვრობა საქართველოში განვითარების ახალ ეტაპს გადის. აღნიშნული სურათი თვალნათლივ გამოიკვეთა თბილისის სამხატვრო აკადემიის მინის მიმართულების ხელმძღვანელები იყვნენ თამარ გრიგორია, ნინო სიხუაშვილი, გენადიე ქისაშვილი და მაია გაბედავა, მათი სტუდენტების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. გამოფენა გასვენა თანამედროვე მინის ხელოვნების მრავალფეროვანი შესაძლებლობები და პოტენციალი როგორც მხატვრულ, ისე ფუნქციურ და კულტურულ ასპექტებში. ექსპოზიციაში წარმოდგენილი ნიმუშები თავისი განსხვავებით, თემებით, კონცეფციებით, ფორმითა და ორნამენტული მოტივებით მინის ხელოვნების ახალ ტენდენციებს წარმოაჩენა. ფერისა და ხელოვნური განათების ეფექტები დამატებით ვიზუალურ აქცენტებს და ემოციურ ხასიათს იძლევა ნამუშევრებს. ნაჩვენები როგორც მოსულობითი ფორმები, ისე სიტყვური დეკორატიული პანელები. საინტერესოა, რომ აქ გამოყენებული ტექნოლოგიები, მათ შორის ფიუზინგი და ტიმპანი და სხვა ახალი ინდივიდუალური მეთოდები შექმნილია ნამუშევრები, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს მხატვრულ ესთეტიკას. აღსანიშნავია, რომ ფიუზინგისა და ტიმპანის ტექნოლოგიები, როგორც მინის ხელოვნების კლასიკური მეთოდები, არამხოლოდ ტრადიციული პრინციპებითაა გამოყენებული, არამედ სხვადასხვა ინოვაციური მიდგომები და ამის მთლიან მასალის ახლებურ
შეფარებასა და აფარგლებს ნამუშევრის შინაარსობრივ აღქმას. თანამედროვე მინის ხელოვნება ეხმარება არა მხოლოდ მასალის ფიზიკურ თვისებებს, არამედ სრულყოფილად ასახავს ხელოვნების ინდივიდუალურ ხედვასა და ემოციებს, ამავდროულად გამოყენებს კონცეპტუალურ იდეებსა და სათქმელს გასაგებს ის ნამუშევარისთვის. რამდენიმე ნამუშევარი სხვადასხვა თემებს ეხებოდა, მათ შორის არის მიმონაძის საბერძნეთი, თიკა ზურავიშვილის ნიკე, მიმონაძის ფესტოსის ხოები და რეზრო, სიხოაშვილის არქიტექტურა და სარკმელის სივრცეში, ასევე ნათია პაპიაშვილის ვენეცია, ეს არის ადამი და ევა, ანა აფშამაძის ანგელოზი, ესეთი ვიდეო და მზის ამოსვლა, ელისაბედ ნიკოლაძის გადასახვა, ევგენია გეორგიანის სევდა, ნინო ჭავარიანის კაბა, ქეთი მენდელიშვილის ინგლისური კაბა, შემდეგ აჩვენებს თუ როგორ შეიძლება მინის მეშვეობით გამოისახოს სხვადასხვა კულტურული, რელიგიური და ისტორიული მოტივები. ეს არის ერთ-ერთი ნამუშევარი ინგლისური კაბა, შესრულებული მინის მოხატულობის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და წარმოადგენს მოცულობით ფორმის კომპოზიციას, მინის მეშვეობით შესრულებული პაკისტონი ასახავს ხარისხს. ნამუშევრის მთავარი დახასიათებელია ფორმის, ფაქტურის, ფერის და შუბის კომბინაცია, რაც მას ვიზუალურ მოსახელობას ანიჭებს. მას ართავს მისი ესთეტიკური მიღებულების ძირითად ხაზს. ესეთი არის დეტალები. მინის ნამუშევრებში, როგორც ხევსურული კაბა, სიცოცხლის დედანატრისგან გადმოცემულია ქართული ეთნოგრაფიული თემები, ხაზს უსვამს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების მნიშვნელობას, მათი მეშვეობით ხელოვანები თანამედროვე კონტექსტში ასახავენ ტრადიციული მოტივების ინტერპრეტაციას. ძალიან მოკლედ და ჩამოვატვალიერებ საკმაოდ ბევრია. ესეთი მილით შესრულებული ნამუშევრები, ძველი თბილისის აბანოტუბანი და ძველი თბილისის მოტივები, შეიძლება გაერთიანდეს თემის ძველი თბილისის არქიტექტურა და კულტურული მოტივები მინის ხელოვნებაში. ძველი თბილისის აბანოტუბანი წარმოადგენს მოცულობით კომპოზიციას, რომელიც მინის მეშვეობით შესრულებული აბანოტუბანის ერთგვარი ხანტური მაკეტს წარმოადგენს, ხოლო ძველი თბილისის ეს არის დეტალები ამ ნამუშევრის. და ეს არის ძველი თბილისის მოტივები, სამი ობიექტის შენარჩუნებული კომპოზიცია, მაგიდა პანელთა მოცულობითი ფორმა არის, რომელიც ქალაქის ტრადიციული არქიტექტურის ელემენტებს მინის მხატვრული ტექნიკით გამოხატავს. მინის ხელოვნების გამოყენება ორივე ნამუშევარში ქმნის ახალ ვიზუალურ და სიმბოლურ მნიშვნელობას. ეს არის საკრავი ინსტრუმენტები მინაში, იანის ხანგები, მარია სარკისოვას ნამუშევარია და მეორე არის ესეთი როიალის ინსტალაცია. თითოეულ საკუთარი შინაარსობრივ დატვირთვა გამოაჩენს. პირველი ნამუშევარი ეს არის ეთუზება აღმოსავლურ ფილოსოფიის ნოვის სიმბოლოს და იანის კავშირს ეს სიმბოლო ნამუშევარი იყო. გამოხატავს ურთიერთსაწინააღმდეგო, მაგრამ ჰარმონიულად შეერთებულ ძალებს, რომელიც თანაბრად ქმნის სამყაროს ენერგიის ციკლს და ძირითადად ფორმის და ფერის საშუალებით არის ხაზს უსვამს ამ კონცეფციაში ავტორი გარდამავალ და საწინააღმდეგო ბუნებას. და ეს როიალის ინსტალაცია, რომელიც ასევე მუსიკალური ინსტრუმენტების ფორმებია შექმნილი, ეს ნამუშევარი სენსორულად ასახავს მუსიკალურ სამყაროს, ინსტალაციისთვის არჩეული ფორმები და ტექსტურები ქმნიან მთლიანობას, რომელიც მუსიკალური და ვიზუალური ელემენტები, სადაც მუსიკალური და ვიზუალური ელემენტები ერთმანეთს ერწყმიან. და ესეთია ეს ნამუშევარი. და არის ნამუშევრები, როგორც ჭადრაკის მაგიდა ლურჯის სუფრა. ნაცვლად აჩვენებს, რომ მინის ხელოვნება არ შემოიფარგლა მხოლოდ დეკორატიული ელემენტებით, ის როგორც ყოფილი ობიექტი დეკორატიული ხელოვნებისა და ფუნქციური დიზაინის შორის ერთგვარ კავშირს ქმნის. 21 საუკუნეში მინა თანამედროვე მხატვრობის შემოქმედებაში სრულიად არასტანდარტული საქმის საშუალებებით, ასევე არასტანდარტულ პრობლემებს ხვევს.
ინოვაციური იდეებისა და მხატვრულ და მოსახლეობითი საშუალებების სიმრავლის მიუხედავად შენარჩუნებული ეროვნული მახასიათებლების, რაც უმთავრესად ტრადიციული თემების აღწერული განსხვავებითაა გადმოცემული. მიუხედავად ტექნიკურ და მატერიალური სირთულეებსა, რაც დღემდე აქვთ ქართველ ხელოვნებას, მათი ინდივიდუალური ძალისხმევა და ტექნოლოგიური პროგრესი განსაზღვრავს მისი განვითარების პერსპექტივას, რაც ამთან საშუალებას აძლევს დარჩეს როგორც ეროვნული კულტურის ნაწილად და ამავდროულად იქცეს გლობალური ხელოვნების მნიშვნელოვან შემადგენლად. მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ თამარ გრიგორიას და ნინო სუფიაშვილს, რომელმაც უაწოდეს მასალა გამოფენასთან დაკავშირებით და ასევე ინფორმაცია, რომ აკადემიაში შეიძინეს დიდი ხუმელი, რომელიც 2 მეტრამდე ნამუშევრის შექმნას, რომლითაც 2 მეტრამდე ნამუშევრის შექმნა შეიძლება და ეს კიდევ ერთი პერსპექტივა იქნება ქართული მინის განვითარების, რაც აქამდე არ მოხდა ამ წელში. დიდი მადლობა.